რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ შორის 10 არასრულწლოვანია. გამოძიების ინფორმაციით ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. უწყებამ ვიდეო მასალაც გაავრცელა, კადრებში ასახულია დაჯგუფების წევრების მხრიდან მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობა, ღირსების შემლახველი ქმედებები, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები. ხატია ჯამალაშვილი მუშაობს თემაზე, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ხატია, გისმენთ. თავდაპირველად დავიწყებ იმით, რომ აღნიშნული ვიდეო მასალა არის საკმაოდ სენსიტიური და მძიმე შინაარსის შემცველი. ეს ვიდეო მასალა თავად რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლებმა გადაიღეს და შემდეგ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე გაავრცელეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რამდენიმე თვიანი გამოძიების შედეგად სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს 16 პირი, საიდანაც 10 არის არასრულწლოვანი და როგორც მოამბისთვის ხდება ცნობილი, დაკავებული 10 არასრულწლოვანიდან 3 არის არასრულწლოვანი გოგონა. აღნიშნული პირები არიან ნეონაცისტური დაჯგუფების წარმომადგენლები, ფაშისტური იდეოლოგიის გამტარებლები. ისინი ყველას სასტიკად უსწორდებოდნენ, ვინც არ ეთანხმებოდა მათ იდეოლოგიას. ქონდა ადგილი ასევე დამამცირებელ მოპყრობასაც, არსებობს აღნიშნული ვიდეო მასალების, აღნიშნული ძალადობის ამსახველი ვიდეო, ასევე ფოტო მასალაც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოიღო დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლის ჭხრეკის შედეგად. ამოღებული არის სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც ასახავს ძალადობის ათეულობით ფაქტს. ასევე ამოღებული არის ცივი და ხმოვანი იარაღები, ასევე ფაშისტური სიმბოლიკაც. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე შეახსენა საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ დაკავებული კიდევ 9 პირის შესახებ, რომელიც აღნიშნული სასჯელს დანაშაულის მუხლით უკვე იხდიან სასჯელს, თუმცა როგორც უწყებაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული იყო უკვე რამდენიმე პირი, დაჯგუფების სხვა წარმომადგენლები მაინც აგრძელებდნენ საკუთარი იდეოლოგიის გატარებას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს ქვეყნის მასშტაბით რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაკავებულთა შორის 10 არასრულწლოვანია. სამართალდამცველების მიერ თვეების განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა. დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულია 10-ზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჭხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად ასევე დაკავებულია დაჯგუფებების კიდევ 7 წევრი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული იდეოლოგიის ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. საზოგადოების თითოეულ წევრს კი მოუწოდებთ მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობა ჯგუფურად. სწორედ ეს არის ის მუხლი, რომელზეც სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოვლენაც მოხდეს. მადლობა, ხატია ჯამალაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.